დაბოლოს შევეხოთ ამ ძოვებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ უარყოფით მოვლენას, რაც გამოიხატება ნიადაგის ზედაფენის დატკეპნაში და მის ჩამოგლეჯაში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბევრია საქონელი. საქონელის რაოდენობა მატულობს, მოგეხსენებათ, მოსახლეობა დედამიწის აიზრდება და თანაც დიდი ტემპებით, ამიტომ მათ გამოსაკვებად საჭიროა მეტი და მეტი საქონელი. ძალიან რთულია, ყველგან არ არის ამის კულტურა განვითარებული, რომ ეს ნაკვეთები, ეს საძოვრები გამოიყენონ მდგრადი მიდგომით და ინერგოსით, მდგრადი გარემოს დამცავი, ეკოლოგიურად უსაფრთხო მიწათსარგებლობა, ამიტომ ხშირად იყენებენ ერთსა და იმავე საძოვრებს მცირე ტერიტორიაზე, ტერიტორიების ფართობი არ იზრდება, სამაგიეროდ ცხრებისა და შინაური პირუტყვის სხვა ცხოველების რაოდენობა მკვეთრად მატულობს და ამიტომ ეს ხდის ძალიან დიდ რისკების შემცველია. ძოვების მიერ გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას შორის დატკეპნას ბევრად უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია კონკრეტული ფერდობისთვის, ვიდრე თქვათ დაუშვათ იქ ბიომრავალფეროვნების ცვლილებას ზედმეტი ძოვების გამო ან სხვა. სხვა შორის აი ეს პრობლემა ძოვებისა იგივე თუნდაც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე კარგად შეისწავლებოდა. კერძოდ მთებზე თუ გვაქვს საუბარი ზაფხულის საძოვრებზე, იგივე ცენტრალურ ყაზბეგში, ცენტრალურ კავკასიონზე, სადაც ეს იყო მრავალწლიანი ესეთი დაკვირვებისთვის შერჩეული ნაკვეთები, სადაც ხშირად და მუდმივად ხდებოდა მათი მონიტორინგი. ეს დაწყებული უკვე 30-იანი წლებიდან, მაგრამ მათი შესწავლა მკვეთრად გაუმჯობესდა და მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯი გახდათ უკვე 80-იან წლებში ჩვენი ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტთან ამჭიდრო კოოპერაციის შედეგად და 12 წლის განმავლობაში მიდიოდა უახლესი იმ დროისთვის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით შესწავლა ამ საძოვრებისა, სათიბების ერთმანეთს ტარდებოდა საკონტროლო მდელოები, რომელიც ხელუხლებელი იყო, სათიბი მდელოები, საძოვრები და ამაზე დიდი ფაქტობრივი მასალა არის დაგროვილი, გამოქვეყნებული სხვადასხვა ლიტერატურაში და თუნდაც იგივე ეს სურათები აქ წარმოდგენილი, ეს არის დღევანდელი შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სტუდენტების მიერ შესრულებული სხვადასხვა სამუშაო სამსახველი კადრები, თუ როგორ ესეთი სპეციალური მოწყობილობა ფეხებზე იწმება და იმიტაციას აკეთებს ცხოველების დატკეპნის, ვითომ ჩლიქებია და გარკვეულ ფართობში 1 კვადრატულ მეტრზე ხდება ამ ბალახოვანი საფარზე ზემოქმედება აი ამ ვითომ ჩლიქებით და სხვადასხვა ტიპის დატვირთვების იმიტაცია ხდება და ეს არის ერთ-ერთი სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარი. და თუნდაც ეს ცხადყოფს იმას, რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია და დღესაც დიდი ყურადღება ექცევა მას. საერთოდ ზოგადად გააჩნია ფერდობი რა მცენარეულობით არის დასახლებული, რა არის იქ დომინანტი, მკვრივკორდიანი მარცვლოვნები, ისეთი როგორიც არის აი ფესტუკავარია, ნარდუსტრიქთა აქ ჩვენთან კავკასიონზე, გვიან სუქცესიური კორდიანი მცენარეული საფარი, რომელსაც ხშირი, კარგად განვითარებული ფესტა სისტემა აქვს, ის უფრო ძოვებისადმი მდგრადია, ანუ სამაგიეროდ ნაკლებად პროდუქტიულია ესეთი ტიპის საძოვრები, მაგრამ მდგრადია, ვიდრე ვთქვათ ჯუჯაბუჩქნარი, ვიდრე ნაირბალახოვანი მდელოები, ან
არამკვრივ კორდიანი, მეჩხერ ფაშაკორდიანი მარცვლოვანი მდელოები, რომელთა დაზიანება გაცილებით მარტივია და ადვილია და უფრო სწრაფია.